აი მაგის დედასაც შევეცინგე დასკა ეს გეტყვი რატოს ხდება ბიჭო სიცივისგან რო არის ეგრევე ეს გასხდება თითე სასისი შინაგანად ვერ ვაზრუნებ ჯერ არა სოსისი ლუდი აღარ არის ხო არა შეჩება ლუდის მეტი რა ტანდა ნახე თითე მაცივაში გარეთ ნახე მაცივაში გადიკარი კახაიკარი ულაკაც არის გაიხედა აგერა შეჩება საჭამდაბაში რა მაცივაშიც მინდა გამიხედა ამეჩი რა პარალი თემა არის და ვაი მეს რა გავიგეთით ვაი მეტი ეს ჩემი ლუდია თუ შენი დალია ჯერ არ დამილევია აი ადგინე ხე შენ ლუდი აი ზარახსასო არა ეს გახსნის ყოველთვის ამას დავლევ მოვითეთეთ თენთიმის სტრატეგია როგორ მოვგრათ თაგვი როგორ კაი საკითხავია მე მიყვარს უცნაური კითხვა ხო და ანუ გუშინდელი ტიტები იმეს გახსოვთ მეგობრებო თუ გახსოვთ კომენტარებში დაწერეთ რომ კი ან გააზიარეთ კახალენია სოფლესზე წინასერიაში კურსი აწყობს ლუქს აწყობს იგი კალოში მაგის პირობას ვეგანზე მეც რომელი კალოში სო შენი შანელის არა იმისი ეხა რაჭული გუნდი გორო ყვასი არა ეხლა ეგ ლუკი ხო რაჭული გუნდი შარვალი გინდა ფოფინა პოპინა შენ ის ბებერი ხარ ბებერი ვარ ო ბებერი მე ვარ წავა შენ აქედაჭიქ ბებერი მოგვიყევი ბაბუ დიახ ხო აი ორი წამი ახლუხტუხტა მოიცა არ უნდა არაფერი აბაბუ ო რა სიზა ვიქით და მოიცა ბაბუ მოიცა მოიცა გადავარდება შეჩემოწოდაში გადავალ ალხრის კაცებუნა როიცის მოდი ხარჯობია შენ აკეთებ ეს მოგიხდება მოვიხდება ისე გადავარდის ის მაინც შეიძლება მოიქნებოდა ხიფათა ხარვეთ მაგდო ეგრევე ადგილი დავრეშული ოსტუმარი ამოდარის ზარაფერი არის და აბა დავიწყო კინტრავს დამუ ოჯახში ხარ მოსული და ერთი გადავიდა ბა აშია ვიც რა შეიძლება მაგრამ კითხე შეიძლება კაცო ჩემთვის ეს წაბალია ბაბუ არა რაც დადე მე თუ გადაწყვიტე რა არის წამალი და რა არის ხამი და შენ სად ხარ ბაბუ შენ თბილისის სილისტერი მელაპარაკი იმერეთში ხარ და საჩხერეში ხარ დალია ბაბუ ეს ხელი მოგიმართოს არ შეიძლება ბაბუ ოჯახს უწამებილწავ დალია დალიეტა შეგერგება შენ დაიჯერე დალი არა იმან დალია შენ დალია კაცო ამ დალევაზე მივა სალაპარაკო ძალიან ხო ბაბუ არ გავაგზავნებ რა ქვია მაგას არა შინაგანად კარგად არა ვარ ყველაფერი მткиვა მოგარჩენს ბაბუ წამალია იგი წამალი კი არაღია ეს დადე არ გავაგზავნებ შენ გავაგზავნებ ასე იბოდები ხოლმე ასეც იყავდი ხოლმე ის ქუდი უნდა წამოეღო შემო უდრებ ჩავყავდი ახლა დაგისვამდი მუხლზე აი ნაგია ბიჭო ბაბუ შენ სახელი დამავიწყდა ბაბუ ახლა დევერეკებოდით ხოლმე
აი ვსწავლობდი. ასწავლებელი მყავდა პოლიკარპე ერქვა. პოლიკარპე. აი კაცი იყო. კიდევ არ ქონდა და სუქადას ჭამდა. ხარდა იყო ხოლმე მაგარი. და თან ჭამდა თან ლაპარაკობდა. ის გოგო მე რომელიც მომწონდა წინა მეხზე იჯდა. სულ მოფშვნილი ქონდა სულ. ისე ჭამდა? ისე ჭამდა? ა? ისე ჭამდა? ხო, კბილები არ ქონდა, კბილები არ ქონდა და ქადას ჭამდა. ლაპარაკობდა. კალისტრადე. დაალევინე ერთი და დაალევინე რეკაც სტილისტები ბიჭი მოვიდეთ ხა ინტერვიუს ვაკეთებთ ხო შენ წამარია ეს შუდის გადავდეს. რომელიც გოიც გამოდი კალისტრადე. ელა გოიცა შეგადო რა. შენ წამონ ელა ნომა ბაბუზალებას არ ავიდოდი. არა, ყოფილა ეს ხე გახსოვს შენ? არ მახსოვს ეს ალბათ ბოლკალას შენ მაშვილიშვილა დარგო არ გავსულა კაი ხანია მე ბიჭო ვიცი გამაიწერე. გაზა მოვედია. შენ მოგიწევი. ლელა მადა კოჩავს არა ვადი შენ დალიერა ვეჯ რა გიგრა. რა ვლასო თამარასო ხო რაღაცა გარეული. ვადი გამილები რა შე. მე გავსინჯა ჩაი დაგიდგია, ჩამოგიტანე. აი და გაგიმარჯოს აი ჩემს ვაღჯომორს გავახარე ძალიან მაგრამ ამდე? დიდხანს უშემატყუხებ წელი ტკივარაც ხარეს და დალი თვა მე და დალი შენ. შეგიხარ გავსდე. იდექა და რეკაც არის კარზე გონია. ეს სოკო გახდა მაგარი მასრუმი აი წაგრაფიდა აგერ აგრაფიდა პია. როცა იყო დრო აგუაგოს მეძახა. რა გახდა გრამია. აგუგოს აგუგოს ხადროს. მე რა ვაპალაფე დავიწება. გახსოვს და იყო მახსოვს. მე რომ დაბლავი ავი და გვარცე და შენ რომ მოფრიდავდი მორფალფა და მე რომ ვიცი შესაძლოა ხაი ყოეგ მე ბახტერონ ვიფერია შეტანე. ხაი ო მე დაუბლდა გერდა რა ქვია რაბინა წეთრი შალი რა არის შეგო რა ვიცი სადღაცა ეგდოდა სამომბატა. ასე მარტივად დეივიტყე შენი ქმარი ჩემი ქმარი. იქით
იგივე იყო საცხები იყო ალიტადეს არ ვიცი შვილი ვაი შენგა დაჯილი ყოლია ვაჟებოდი შეგერაც ამო ვინ არის ეგაც გაცობა მოგვაძლევ მაგას შეგენაცო შეგარგოს ბაბუ გაბდევ სონდიცი ერა ბაბუ როგორ მეიცარი ბებია რომ მივალი საგე ვიცნობდი ახლა ბაბუა სკოლაში რომელ სკოლაში გადიოდი შენ ერთი სკოლა არის ბა იქანა რომ არის რა ერთი სკოლა არის ბაბუა ამ სოფელში ჩა დაბერგე ვიცარიცი სკოლაში ალიტაზე ბაბუ მახოშე ალიტაზე ბაბუ შეიძლება მოდი ბაბუა მოდი რომელი ხარ კახა შენ მოხდი მე მეცვალა მე ჩემ კახა მოხოჩი კინოში ჩემი ძმა იყო მაგარი კაცი რა უყვარდა ისი შუა სეგულაობა როგორ? იوان მასალა ვერ იდანო ის. უჩუ აღიარო მიდანო. აბა დალი ახალგაზრდობაში ასრულებს თქვი ბაბა. აბა თქვენ ახლა შეიძლება სხვადასხვა ცოტა. ჩემს მასალა. ასე როგორ? ჩემს გუმერს საერთოდ ამერიკაში არის კინოებში. ჰოლივუდში ბაბუა. ჰოლივუდში ბაბუა. ჩი ჰოლივუდში ხوار წავიდა. აბა ასე. ალიტრადე. მოდი ისევ შემოგვიდაბოლე. რასკომარ აი, დევიდ. Rogavandi, Rogioni. Oggi che la sale. All'istate. Andiamo che Perché sulla tavola, calidade. სად მივდივართ ბიჭებო? მეორე დღეა უკვე. დიდებულ ადგილას მოვედით მეგობრებო. წმინდა გიორგის სალოცავი. აი სიგაბილი შარი გრიგორ ხანძთელოს. ხო, მე როგორც ავიკითხე ეს არ არის წმინდა გიორგი, არის წმინდა გრიგოლი. მაგრამ მთელი სოფელი ეს ძახის და ეს ძახის წმინდა გიორგის და ეს არის ხო, რა ვიცი, ჩემში თავში მაინც ჩარჩენილია წმინდა გიორგი და მე სულ მახსოვს ერთი წამი წინ გამიშვი რა. მე სულ მახსოვს ისა, რომ აი ბებია ჩემი როგორ ლოცულობდა ხოლმე, ან ჭამის წინ ვიღაცა შვილების დალოცვის როგორ გამოიხედავდა ხოლმე სარკმელში და აქეთ ხარეს და გადაიწერდა პირჯვარს წმინდა გიორგის შენ დაგულოცეთ ჩემი ოჯახი. ეს წმინდა გიორგი იყო ყოველთვის ჩემთვის ძალიან წმინდა ადგილი, ეს რაღაცა აუ ლამაზესი ხო, რაღაცა შეიძლება ვიღაცის პროსტა ადგილია, მაგრამ ჩემთვის არის ძალიან წმინდა. და წმინდა გიორგიც წმინდანი თვითონ. აი ძალიან შემაყვარა შემა ოჯახმა, იმიტომ რომ ეს ამ ადგილის გამო რა. ხო. ახლა დაკორებული ხარ ყველასაცაც გასიძიდი ხეროვნდა. ხო. ეს არის მუხები რა. აქ დაკორებული ხარ. აქ ყველგან არის, აქ ეხა ყველგან არის მუხა რა. ანუ ყველგან ანუ ბევრი სხვა ხეც არის, მაგრამ ძირითადად მუხებია რა. და არის საოცარი ადგილი რა. ეს არის გვარებად დაყოფილი რა ეს მაგიდები. ხო, აქ საოცარი ამბავია, რომ ის ადამიანები იკრიბებიან დღესასწაულებზე, მარიამობას, გიორგობას და გვარები ჯდებიან ცოტა. ხო, ჯდებიან და აქ ამზადებენ. რა. აქ მოსამზადებელი ამბავია. ბიჭო ბზის სუნიც როგორი რა გვარებია? თელ ჭორგი. ზიან. აქ გოგატიშვილები მაჭავარი ყო. მაგრამ ყველაზე მაგარი ამბავი, ბაჭი სანამ შევარ. ჩვენ ესე ვიცოდით ხოლმე. ამბავი. უნდა დაარტყა ხო? არა, ჯერ შევდიოდით ფართად. ჯერ შევდივართ.
და მე სამი წრე. და ეს სამი წრე. ზუსტად ეგრეა ჩემთანაც. და აი ძალიან მიყვარს, აი გიждები. დავატყუზე. მართლა. აქ არის სანთლები, რომელიც შეიძლება უბრალოდ აიღო დაამტო. და ასევე არის შესაწირი, თუ გაქვს ფული ჩააგდებ, თუ არ გაქვს არ ჩააგდებ. ამიტომ მე ჩავაგდებ. მე მართლა ჩავარდი და დავატყო. და ძალიან მაგარია რა. აი ეს არის ჩემთვის ქრისტიანობა. ეს არის ჩემი მართლმადიდებლობა რა. როცა შედიხარ, სანთლის დანთება გინდა და შეიძლება ფული არ გაქვს. ხო. მაგრამ ხდება სანთელი და ანთები. ხო არის ეგ. სანთებელი გაქვს? აქ კიდე რომ აი რა ის არის. იმიტომ რომ სინამდვილეში მართლმადიდებლობა ყველაზე მაგარი სარწმუნოება. ჯერ სიტყვაა ძალიან კარგი. მართლმადიდებლები ვართ. და აქ ეს სანთელი რო არ იყიდება. ეს ძალიან კარგი ამბავია. ბიჭო, ხო, არა, დაანსორი. ისე მე სადაც აი რაჭაში რაღაც ესეთი ცოტა ხეობებში ეკლესიები რო არის. რომ სულ იქაც ეგრე, სანთელი სულ არის. ხო, აი ეს აქვს. სოფელს აქვს, თას აქვს და ეს ძალიან მაგარი ამბია. აქ სხვა რწმენაა რა. ხო, არ გაქვს ნამდვილი. პულის ქონაზე არის, ხო, რა. დედას გეფიცები აქ რო შემოვდივარ. აი ამ ძალიან პატარა მონასტერში, ხო? საყდარში. სალოცავში, არ ვიცი, ხო, რაღაც. აი გული როგორ მიჩქარდება, იცი? აი ძალიან მიჩქარდება, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ბავშვობა და მე აი ამით ეხლა რასაც ხედავთ, აი ამით შემიყვარდა ქრისტე და ამით მივხვდი რომ მე ვარ მართლმადიდებელი. და მომეწონა რომ ვა მართლმადიდებელი ვარ. იმიტომ რომ ბავშვი რო იბადება ხო არ იცის ეს ყველაფერი, ხო? მე ხვდება. და მე აი ეს არის ის ამბავი რა და ძალიან მიყვარს, აი ძალიან მიყვარს. ძროძველია. და სამი წრე უნდა დავარტყო. აუცილებლად წავედი. აქედან ხო რა თქმა უნდა. კი, აუცილებლად. აი ხო სახლია. ეკლესია არის სახლია, რო ამბობ. ბაჭი, ხო ეგრეა. კი. ეკლესია არის სახლია, ამბობ. კი. და აქ ეგ ამბავია. შენ აღებ კარს და შენ კეჭა. გახსოვს იქ რო დავლი. ძალიან ბავშვები ვიყავით. ეს ხე არის, აი. ჩვენ ვიყავით, გეტყვი. 12-13 წლისები. 12-13 წლისები. მოხარშული დედალი. 12-13 წლისები. კალათებით ხელში. იქ შემოსასვლელში დავლიეთ და სახში მივედით. ჩვენთან რო შედიხარ სახში. გახსოვს ის ბაკივით რო დგას. ჯო. მე და ბაჩო, გახსოვს ეგა? როგორ 12-13 წლისები ვიყავით. ჩავხტით. ჩავხტით. წყალით ქონდა საოცე რა ეგ ბაკივი. არა, საოცარი ადგილია ეს. და ხო, ეხლა ჩვენ ძალიან კრუგი დავარტყით. ჩვენ სადაც ცხოვრობთ. იქიდან ძალიან მარტივად ფეხით აჭრი აქეთ რა. ძალიან მარტივად. ანუ 10 წუთი გინდა სულ. ეს ბზის სულიც მე მეგონი პირველად ვარ აქ მანქანა. არა მე არ ვარ მე როცა არ უნდა ვიყო ხოლმე არა მე სულ იქიდან მოვსულო რა. ეხლა პირველად მოვედი აქეთ. და ხო სილამაზე ეხლა წარმოიდგინეთ ეს გაზაფხულზე, ზაფხულზე შემოდგომაზე როგორი რა შეუყევით ეს ეგან აი შეშა ხო არის ანუ რო იმოშებიან ბელავენ რა და ანუ არავის არაფერი არ მივათ აქედან რა ანუ არ ვიცი არა გასაგები აი მისტიური რაღაცაა რა ხო რა ნეი ეს მოიწონი აქედან გადაწდა და რაღაცა ჩაეს ხო მან ესე არ გაჩერდებოდა იქ მაგიდას გამები აი ხო ძალიან პატარა და ძალიან ლამაზია აქედანაც ხო ნახე აუ ეს ნახე ბიჭო კამერაში ნახე просто კაი წავედი ძალიან მაგარი იყო მართლა სანდრიკ ხო რა შევი რა შევიდა მოგეწონა ძალიან ლამაზი არის და ისეთი ისტორიები მოვისმინე ხა ამ ადგილზე ხო ძალიან მისტიურია და ძალიან საოცარია მართლა და ლამაზესი მოდი ამბავია მოგეწონა ძალიან მაგარი იყო მართლა ესეთი ადგილები აი არ ვიცი თან ის მოდი ლოგში ჩავსვათ შენი მეგობართან შენ მეგობარს ფეოზე დავადების დღე მიულოცოთ თუ რა ზაურეკავ არ პასუხობს და რომ მიპასუხებს ჩავსვათ რა მოკლედ ეგეთი ამბავი გვაქვს რომ ხო დავდივართ ახლა რაღაც გადაღებებზე და ვერ
ვერ ჩადის სანდრო. ნუ რაღაც რიგი მიზეზები გამო, იმიტომ რომ რაღაცები უნდა გადავიღოთ, უნდა გავაკეთოთ და დროის ფაქტორი გაგვეწევა. ცოტა ხო რა, გაგვიგებს იმედია. გაგვიგე, ანუ არ გაბრაზდე. სახელი რა ქვია? ეთო, გილოცავ დაბადების დღეს. სათხარი საბუდუ. მოდი ეთოს დაბადების დღეს ვილოცავთ. აუ, მოკლედ. მოდი, მოუხადეთ ბოდიში. ძალიან დიდი ბოდიში, მართლა ძალიან დიდი ბოდიში. იმენაი უსაზღვროდ დიდი ბოდიში. შენზე არ მეცინება, კახას მეცინება, ვერ მეოტრელებ კამერას სამწუხაროდ. მაგრამ არ გამოვიდა. ძალიან დიდი ბოდიში. ძალიან გვინდოდა რომ გამოსულიყო, მაგრამ ძალიან გვინდოდა, მაგრამ დედას ფიცავარ იმენა არ გამოვიდა. ეხა გირეკავს, აი თან ანახე რო ურეკავ. აი შენ არ პასუხობ და შენ დასურეკავ რა. ხო და გილოცავ დაბადების დღეს. მოგილოცავს მილენიალი კახა. მრავალშობა გილოცავ და ბოდიში. დაბადების დღეს მრავალ კარი ამბებში და უბრალოდ ვერ მოვასწარით. ვერ მოვასწარით. რისთვისაც ვიყავით წამოსული. და მე მესმის რომ ძალიან გწყინს. სანდრომ გითხრა რომ ძალიან გწყინს. მაგრამ არა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ეთო მიყვარხარ გილოცავ და ბოდიში რა ვქნა, სხვა გზა არ არის აი ეს. მრავალს ეთო. თავარი იცი რა არის? რომ მოვა და რომ ჩაგეხუტება. რომ მოვა და რომ ჩაგეხუტება, რომ იგზნობ რომ მართლა გულით მოგილოცა. აი გარი ყველაზე მიშოვა. მოდი დავლიოთ ბაბუ, მოდი. ბიჭო, ბევრია ლოგია. შენ გირაწოება. აი იქ მახსოვს რომ დიდებია ის ნანული რო ჩამოვედით. ანუ ისე ცნობიერებაზე ცოტა ის ქონდა რა, სიმსივნე ქონდა რა, წინზეც რაღაც და ვერ იყო კარგად და რო ჩამოვედით, რო გაიგო შვილიშვილები მოგდიანო, აი გვერდზე ქონდა სამარცხელი რა და სარკე. ხო, გახსოვს დედას ფიცავარ, აი ეს ადგილი იყო რა. ხო და ეს შვილიშვილები მოდიოდა და ესე ივარცხნიდა და იმაშებოდა, ანუ რაღაც აი ესე იმაშებოდა მოიპრაშა რა. ტვინის სიმსივნე ქონდა და ეს ტვინის სიმსივნე სამცხო ძალიან სწრაფია და არ ახსოვდა ხოლმე რაღაცები. ხო, ჩვენ ვახსოვდით და რო გაიგო შვილიშვილები და საკითხონდა და სამარცხელად დაივარცხა. მე მახსოვს აი აქ ამაზე აგრაფი. თქვენ სად გეძინათ? ჩვენ იქით. არა, აქაც იყო საწოლიო და რაღაც. ხო, მაგრამ სტუმრების ამბები. აქეთ და ჩემი ბიჭო, აქ იყო აგრაფინა და მახსოვს რომ თუ არსებობს რაღაცა იქით ალბათ მათ ელაპარაკებოდა, ხვდები და სულ იყო და აი რაღაცა ეძინა და რაღაცა მათ ელაპარაკებოდა და ერთხელ ჩაალო თურმე ბებია ჩემს, აი ბებიას იქ რეძა და იმეწებოდა. ჩაალო ხელზე ეუბნებოდა კახა და ბაჩო ჩამოვიდესო. მე ხალ ვდებიო და მამა ჩემს ვერ ცნობდა ბიჭო. მიმღერონო. გახსოვს? კი, მამას ვერავის ვერ ცნობდა კაცო. უბრალოდ გაიღვიძა და კახა მიმღერონო ამათ. მიმღერონო და ჩემ ბავშვობაში ხო იცი როგორ იყავით რომ ბებო აბა ადეგი იმღერდა. ხო ეგრე. სინელი ვაშლი გაგორდა. ბიჭებო, იმღერეთ, რაც ღეროდით ხოლმე რა. იმღერეთ, რაც ღეროდით ხოლმე, იმღერეთ. უბრალოდ თეთრი რაში ზვა. როგორი შეძვალება გულგარდილი შემოფინაო. და რა 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 კარგი ხარ და ფინაო როზლიბლია რას ვერ ჩიჩიტუნა რას ვერ ვერ გამიგია ეგრე თამაშობდი ხოლმე? არა აქ ეხა მე არ ვიცი ეხა ვეღარ ვიზავ მაგრამ ესე ვაკეთებდი ხოლმე რა ისა გემა ხერხები და კარგია რა აქ იდგა ხის სახლი ხო აქ ხო ძალიან დიდი ხის აი აქ ყველაფერი ხისი ხო ძალიან დიდი ხის სახლი მეორე სართულზე ადიოდი ქვემოთ მარანი და მთელი ამბები მარანი ეხაც არის იქ ხო ის პირველი სართული და ადვალი მარანი აივანიც კი არ იყო ანუ სლიანად ხის იყო და გახსოვს ნანული ბებოს გარეთ რო ეძინა ხოლმე სულ საფხულში
ღია სივრცე იყო აქ რა ხის ტიპიური იმერული სახლი იყო. ხო რა ის სახლი იყო და დილით ავარდებოდით ხოლმე ჩავხტევოდით ბაზარი არა ბებოსთან და ხო, ნანული იყო ბებო, რომელიც ახლა ჩამოხვიდოდი, შენ არაფერი არ გჭირდებოდა. ანუ დილით ბაზარში მიდიოდა, მოდიოდა. არაფერს საკეთებ. ბიჭო ეს ბებოებს ხო აი არც დედაჩემს ეგ არ ჭირდება, არც ჩვენ არ გჭირდება. ბედნიერი ვითი იყო, იცი? აი ესე დიდი პარკებით მოდიოდა ხოლმე და ხო, ძალიან ადრე დგებოდა. აჰა, ბებო. მიდი აბა მოალაკა. და ის დაღმართზე ვეღარ ამოქონდა. რაღაცა კამფეტები და ბევრი რაღაცები და ისი. დაღმართზე ვეღარ ამოქონდა, იქიდან ყვიროდა, რომ კახა, ბაჩო და ჩავრბოდით და ამოქონდა და არ უნდა გაგვიხსნა. ეგ იყო მუღა. კი უნდა გაგიხსნა. ბებიაჩი. აი აქ იყო ადგილი, სადაც შევიდოდით სიგრილე იყო ხოლმე საფრთხეში და დაჭდებოდა, აი ესე დაჭდებოდა და ალაგებდა ყველაფერს თვითონ გახსოვს ბაჭი? თვითონ უნდა ენახებია რა მოიტანა. ხო. როგორ გავეხარებინეს ჩვენ? შენ არ გქონდა უფლება რომ ის პარკები მიხედავ იმისა რომ ამომიტანეთ. არა, შემა იქაც დგებოდა ხოლმე, აი შემოსახლესი. აბა მიდი, აბა ესე გეტყოდა ხოლმე. აბა მიდი, აბა ერთი რა არის მაგაში ნახე. სამზარეულოში ტრიალებს ბიჭები. სუნელები. ბუდუ მოკლედ ხავს თუ შავს და რისთვის თუ შავს და სოკოსთვის მე ვაკეთებ სოკოს იმას ჯერ ვეცხავთ ეს სოყვარი მანჭყალო სახე მანჭყალო სასაული სოკო ხალხო ვისაც არ გიჭამიათ გეუნებით უნდა გასინჯოთ იმიტომ რომ ამ აუ სასაულია მე ძალიან მიყვარს ახლა ჩემი ეზოში გაწმიდა მოგატყუა. შენი ეზოში, შენი მართლა თავის ეზოში მოდაკრიფილი მანჭყალო. ნახე. და მტკი დავკეთე ფარდა. სიგიჟია. კაი, დაგიბრუნდებით იქიდან რა, აი თვითონ ჭამას პროცესიდან უფრო. ხო, წავედით, აბა. ვეცა. ბუდუ. დროებით. ანუ მე მივიდოდი ხა დაბლაობაში, წამოხართ ვინმე? აი შეჩემა რა, დაბლაუბანი რა. მოდი დილით წავიდეთ რა. დილით არ ჩავალ. მორჩა? გამოზელილი ძმაო, აგე რა. ამაზე კაილობიო თუ სადმე ნახეთ, ვინმე სადმე რამე, იმ სოკოს მე რა თქმა უნდა. და ეხლა დო. აბა როგორ ახარ ბიჭო? ზარხოშებული რო ხარ და მოგინდა რომ სოფელში ჩამოიარო და ყველა გააღვიძო და უთხრა რომ მიყვარ მე შენ მიყვარ აი ეგეთი ამინდია კი მე შენ მიყვარ